კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება მიკრორაიონის დასახლებაში მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ. Am etapზე ასფალტ-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. Გარდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქვეითად მოსიარულეებისთვის გადასასვლელების მონიშნა, ბეტონის ბორდიურებისა და სიჩქარის შემანელებელი, ხელოვნური უსწორმასწორობის მოწყობა. ჯამში მოეწყობა 1331 გრძივი მეტრის საფარი, რომლის ღირებულება 922,200 ლარს შეადგენს. კასპში მიკრორაიონის დასახლებაში მიმდინარეობს კორპუსების ეზოების მოწესრიგება, ფაქტიურად უკვე დასრულების ეტაპზე ვართ. დაახლოებით მილიონი ლარი იხარჯება 16 კორპუსის ეზოს მოსაწესრიგებლად, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება. პროექტის განხორციელების დაწყებამდე ფაქტიურად ეზოები იყო მოსაწესრიგებელი, მოსახლეობას როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანებით გადაადგილების პრობლემა ჰქონდა. მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ მოგვეწესრიგებინა ეზოები და ჩვენც, რა თქმა უნდა, შეუსრულებთ მოსახლეობის ეს თხოვნა და უახლოეს პერიოდში მთლიანად 16-ვე კორპუსის ეზო იქნება მოასფალტებული.